მივესალმები პირველში მაყურებელს და ყოველივე კარგს უსურვებ. კარგ დღეს, იმიტომ რომ მორიელმა დაიწყო თქვენი გამხიარულება დილიდან, ეს უკვე ბევრს ნიშნავს, კარტ ბლანში გაგვთ ხელში. გაფრთხილებაც თან. ხო, მაგრამ ისე საინტერესოა, ვინმეს, როდისმე რაიმე ან ზოდიაკოზე, ან ასტროლოგიაზე, რამე კომპოზიცია შეუქმნია. აი ეს იყო ახლა. არა, მე შენგან პარამეს ველოდები. არის მაგალითად აი. აბა? ზედედა ჩემიო, მთვარე მამა ჩემიო, ეს რიზვილი ვარსკვლავები და ძმა ჩემიო. კარგია, თუმცა მინდა გითხრა კიდე ერთ სიმღერა არსებობს. აბა რომელი? ხო, სავსე მთვარეზე თუ გიყვარდიო, ახალ მთვარეს რატო გამშორდიო? გახსოვს? ახალ მთვარეს თუ გიყვარდი. ხო. ძველზე რატომ დამშორდი? ხო, აბსოლუტურად მართალია. ხო. აი, ასტროლოგია ჩემკარგო. შეგვიძლია საერთოდ ეს ციკლი ხომ არ გავაკეთოთ? ციკლი, აი ზუსტად მიგიყვანე მაგამდე ზუსტად ნელ-ნელა. მერე მოიყვანოთ კიდევ ის ქალი იყო მსუბუქი ყოფაქცევის და ემიტომ. ამაზე ფიქრობდა ძველ მთვარეზე თუ გიყვარდი, თუ ახალ მთვარეს თუ გიყვარდი, ძველზე რატომ დამშორდიო? მთვარეების მიხედვით დადიოდა. აჰა. ქალებზე მოქმედი ასტროლოგიურად, მუსიკალურად თან ერთდროულად. ცოტაშორის ამაზე ცალკე გადაცემა რომ გავაკეთოთ, არ იქნება ნამდვილად პური. ასტროლოგიური, მუსიკალური კარგი იდეა არის სხვათა შორის. აი ესე შემოკარგო. შემდეგ თქვენ სტუმრობისთვის თუ არა და იმის შემდეგ რაღაცა მოვიფიქროთ და კი ბატონო, მაგრამ ახლა უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ფაქტორის იმასაც გეტყვი, რომ ვატო კახიძემ მითხრა თავის დროზე, რომ ცხონებულ მამამისს აქვს ძალიან საინტერესო უვერტიურები ზოდიაქოს ნიშნებს, რომელიც არსად არ დაკრულა არასოდეს. ესეც მომავლის თემა. კი ბატონო, გავითვალისწინეთ. ხო, კიდევ დათო ევგენიძეს აქვს 12 ზოდიაქოზე კომპოზიციები, რომელიც მან პარიზში შეასრულა თავის დროზე. მისგანაც ველოდები კიდე ამას. და მე შევკრავთ უკვე ასტროლოგიურ მუსიკალურ მოდელს თქვა გადაცემას. კი ბატონო, ეხლა შევკარგებოთ დღევანდელ თემას მინდა დავუბრუნდე, ესე იგი განსაკუთრებული აქცენტი არის ასაკურლია მანდილოსნებზე, ხო? იმიტომ რომ მარტის თვე მაინც ითვლება რომ ეს თქვენი თვეა, თან თევზების ზოდიაქოს ნიშანშია 4 პლანეტა, ეს არის ემოცია, მგზნობიარობა, ეს არის ელეგანტურობა, ეს არის საოცარი სიფაქიზე, ეს არის ინტუიცია, მგზნობელობა, რომელიც აი ახასიათებს განსაკუთრებულ მანდილოსნებს და ეს არის საოცარი დედის ინსტინქტი, რომელიც ყოველთვის აი თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის არის დახასიათებელი, ამიტომაც არ არის შემთხვევით, რომ ჩვენ სწორედ აი ამ თვეს უძვნით, ასე ვთქვათ, მანდილოსნებს. და აქ სიმღერაში იყო ერთი სიტყვა, ესეთ სიტყვები, გზნობებს მოაყვებით, თორემ დაიბნევი, როს კარგავენ, მის ფას მერე იგებენ და არის ეს თემა თუ ნახევარ. ვიცი რა, არის, მაგრამ მეორე მხრივ ვიცი რა, მანდილოსანს თუ გზნობის მომენტი არ აქვს, ის უკვე მანდილოსანი აღარ არის. მოდი ეს საოცარი ხელი ეშხი ამაშია რა სამბობ კაც. ეხლა მოდი აუშვოთ რა ტენდენციების მოკლედ ძალიან. პირველში მანდილოსნებო შემოკარგო თქვენ მინდა მოგმართოთ რომ აი რას მიაგწევთ ყურადღება ამ თვეში. კვირა დღეს ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა ზოგსაცვლობა ხასიათი და ამიტომ ცოტა მატულობს გაღიზიანება ადამიანებში და იმ ხრივ ვიყავით ცოტა ყურადღებით კვირა დღეს 25-ში აუცილებლად ყურადღება, იმიტომ რომ სავსე მთვარეობა და მთვარის დაბნელება ემოციას განსაკუთრებული ყურადღება მესთვის რომ გზნობი არ ენატურები ხართ, მაგრამ არ გადაამეტოთ, შეიძლება სხვათა მხრიდანაც გამოვლინდეს და მით უმეტეს სავსე მთვარეს მანდილოსნები უფრო მძიმედ იტანენ და უფრო გრძნობენ ვიდრე ახალ მთვარეს. ახალ მთვარეზე მამაკაცებს აქვს ცოტა მეტი გაღიზიანება, ესეც აღნიშნოთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე არ გამოგრჩეთ 20 რიცხვი. 20 რიცხვი რა ხდება, ეს არის საკრალური დღე, დღეღამტოლობა. ანუ მზე გადადის პირველ ზოდიაქოს ნიშანში ვერჩი. ეს ნიშნავს, რომ იწყება ახალი 12 თვიანი ეტაპი განვითარებისა ადამიანთა ასე ვთქვათ ცხოვრებაში. ამიტომ 20-ში ეს არის პორტალის გახსნა სამყაროდან მოდის სასწაულად კარგი ენერგია. ამიტომ 20-ში რაც შეიძლება მეტად აღივსეთ სიყვარულით, სიკეთით, რაც შეიძლება მეტად იმღერეთ, შემოკარგო ერთმანეთს მოეფერეთ, ილოცეთ და დალოცეთ ყველანი. ხო 20 რიცხვი არის განსაკუთრებული პერიოდი, ეს არის მათ შორის დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ახალი წელი. შეიძლება ესეც თქვას. აი ამ თარიღებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ პირველ რიგში და ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მე ზოდიაქოს ნიშნებთან ერთად იმასაც გეტყვი დავუშვათ რომელი მინერალები და ქვები იქნება ამ თვეში თქვენთვის უფრო მეტად სასიკეთო წარმატების მომტანი და დადებითი ენერგიის მომზიდველი თქვენ დამი. აი დავიწყოთ პირველი ნიშნიდან ვერძიდან. ვერძებს მანდილოსნებს მე მაინც თხოვრო ეხლა ცოტა ყურადღებით
ფრთხილად იყავით. დაახლოებით 15-16 წლის ხომდე მაინც ენერგოტონუსი გაქვთ ყველაზე დაბალი. ჯანმრთელობა არასტაბილურია, ფსიქოემოციურად არასტაბილური ხართ. ადვილად შეიძლება თქვენი გამოყვანა წონასწორობიდან ცოტა მეტად გამოიძინოთ, იმიტომ ადვილად იღლებით. ამიტომ ამ პერიოდში ტრაუმატული ტენდენციებიც მატულობს და თქვენ თვითონ იგრძნობთ შინაგანად, რომ ის არ ახართ. და ის არ ახართ, რაც იქნებით 20 რიცხვის მერე. 20 რიცხვის მერე გეწყება წლის განმავლობაში საუკეთესო პერიოდი მთელი თვე. ამიტომ ეხლა მთავარია ის შეცდომები არ დაუშვათ, რომ მე იმ კარგ პერიოდში ამ შეცდომების გამოსწორებაზე არ გადავიდეს მთელი ეს დრო. ეს ერთი, მეორეც ერთი გავითვალისწინეთ, რომ არის გარკვეული ფერები, რომელიც თქვენ ახლა განსაკუთრებულ შარვს გაძლევთ რა. იისფერი ტონი, ვერცხლის ფერი ტონი, ფირუზის ფერი, ზღვის ტალღის ტონები, ფერები, ცოტა მეცი მწვანე ელფერი, ძალიან გააძლიერებს თქვენს მიზიდულობას და შარვს. მაგალითად, ისეთ თქვა, როგორც არის გიშერი, ახლა არის თქვენთვის საუკეთესო. დამცავი გარე უარყოფითი ენერგიებისაგან გასკდა გიშერი გადააგდეთ. შემდეგი შეიძინეთ აუცილებლად, იმიტომ რომ გიშერი ახლა ყველაზე კარგად დაგიცავთ, მაგრამ ისეთ თქვა, როგორც არის მარგალიტი, როგორც არის ალექსანდრიტი, როგორც არის იგივე თუნდაც თქვენთვის მარჯანი იქნება ძალიან ეფექტური და კარგი ენერგიების მომზიდველი და თანდამცავი. ამიტომ გამოიყენეთ ეს ყოველივე ცოტა ყურადღებით გავერთ, აქ ჯობია ძველი საქმე დაასრულოთ, ყოველგვარი საქმე შემოიფარგლოთ. ახალი საქმეების იდეა, რეალიზაცია და წარმატების მიღწევა დაგეგმეთ 15-20 რიცხვის შემდგომ. ამ პერიოდში, როცა მზე გადავა თქვენ ზოდიაქოში. ახალი წლის მერე. ну, გადასი ახალი წლის მერე, სწორია. ასტროლოგიური, ოღონდ ახალი წლის ურავ არ დაგაბნიოთ ახლა, იმიტომ რომ აქ უნდა დაემატოს. ძველით ახალ წლამდე, ძველით. აი, სიტყვა უნდა დაემატოს. ეხლა რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მოდი აღვნიშნოთ კუროებო, რომ თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. მანდილოსნები კუროები ხა ძალიან ეფექტურები არიან, ძალიან მიმზიდველები არიან. თან სიახლეების მიდრეკილება აქვთ. უცებ შეიძლება ვერ იცდოთ, შეიცვალოს ვარცხილობა, შეიცვალოს თავისი ფორმა, მთლიანად ეს ჩაცმულობის სტილი მაგალითად, ხო? რეფორმები, ახალი საქმე უნდა, ახლა რაღაც ახალი მანქანა უნდა, ახალი ურთიერთობები, აი სიახლეებისადმი ძალიან დიდი მიდრეკილებები აქვს. ამიტომ ცუდი არ არის ინტერნეტთან ურთიერთობა, ძალიან საინტერესო ადამიანებს გააცნობს, შეიძლება საინტერესო ინფორმაციაც მიიღოს. ყოველ შემთხვევაში ეხლა უნდა რომ ასეთმა მანდილოსანმა იმოქმედოს არასტანდარტულად, ძალიან ორიგინალურია. ამიტომ ძალიან მიმზიდველია და შარმიც ემატება. მაგრამ ეხლა დაუმატოთ კიდევ დამატებით არ არის. არა, აქ და 20. ეს ორი დღე განსაკუთრებით თხილად. ეხა სხვა დეტალები უკვე როგორ ჟღერს მანდილოსანი კურო და მამაკაცი ქალწული კარგი. ესე იგი სად ურთხავს ხედავში. ქალწულებთან თხილად იყავ მაგამ ბავშვი, იმიტომ რომ მე ხო გითხარი 1-2 ჯერ შევხვდი ურაგდე 2 მეტრიან ქალწულებს და ძალიან ისე გითხრეს რომ მე ახლა ქალწული ვარო შედგას ცხენი. არ გინდა ახლა შენ გამბო მორიელი ყავს ნანახი როგორია? უყურებს არგეში. ეხლა შევკარგებო, ეხლა რით კიდევ მიზიდავს რას უყურია ეს ნიშანი. მაგალითად ისეთ ფერები, როგორც არის ნეონის ფერები, როგორც არის ვერცხლის ფერი ტონი. სხვათა შორის წითელი ყვითელთან შეერთებაში იქნება და ვარდისფერი კიდე. აი ეს ტონები ამ ქალებს საოცარ ესხოს და რაღაც სხვა შარმს მოუტანს. აუცილებლად მარტის თვეში გაითვალისწინეთ და ქვებიდან, მინერალებიდან, ესეთ ქვები როგორც არის საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი საოცრად გააზრებს პოეტურ ენერგიების მოზიდვას თქვენდამი. ყველა ხო აქვს აგერ ასხმული და კიდე ხო არა, რომელიღაცა გაარათ. ცდილობს და კარგია რომ რაღაცა თუმცა უნდა იცოდეს რომელ ქვას ატარებს, იმიტომ რომ ერთმა შეიძლება მეორე გაანეტრალოს თუ არასწორად არის. აი ეს სიყვარულის ქვა არის ლომის ქვა. რა ქვია? არ ვიცი. ვეფხვის თვალი. ნამდვილად? ვეფხვის თვალი არის კერჩხების ქვა. გინდა პირდაპირ გითხრა. აქედან გავიდა უნდა ვიცოდეთ რას ვატარებთ, მარტო იმიტომ რომ ლამაზია, ეს არა საკმარისია. უნიცევდას დავატარებ. ის ფერმა ბრილიანტმა თავის დროზე რომელიც აჩუქეს ნიკოლოზ მეორეს გაანადგურა მისი დინასტია. ამიტომ ქვასთან სიფრთხილე არის. არ დავინახო ვინმე მომიტანოს. დავიხსნა ესენი. ეხლა სტანდარტული 4 კარატიანი ბრილიანტი. არც მეტი არც ნაკლები. აი, იყოს მეტი შეიძლება. მეტი შეიძლება. აჰა, შევთანხმდით ამაზე. ეხლა რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, ენერგოტონუსი ცოტა დაბალია ესეთ მანდილოსას, მაგრამ ტყუპები ყოველთვის ესეთი აქტიური ენერგიული ბალიშების როლა უყვარს და შემდგომ, ამიტომ ყოველთვის მიმზიდველია, მოდი ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ მაინც მეურჩევ, რომ ცოტა ასე ვთქვათ დაიოკოს ზედმეტ აზარტს თავი დაანებოს, სუსტრაფობას თავი დაანებოს, შვიდად გაიაროს ეს პერიოდი, ცოტა მისი თავისუფლების შეზღუდვის
ტენდენციებმა შეიძლება ეჩინონ თავი, მაგრამ ეს მაინც არ შეუშლის ხელს თუ ცოტა დიპლომატიურად იმოქმედებს, მთლიანობაში ეს პერიოდი იქნება ნორმალური. ოღონდ გავაძლიეროთ რით? აი მაგალითად თქვენ გექნებათ ახლა ესეთ საინტერესო ტონები, როგორც არის მაგალითად ბეიჟი, კრემის ფერი ტონები, პასტელის ფერები, ძალიან გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს. ამის გარდა გაითვალისწინეთ, რომ ესეთ ფერი როგორც არის მწვანე, ასევე თქვენი ნაცრისფერ ვერცხლისფერი საყვარელი ფერები ასევე გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და ამ ნიშანს ძალიან უყვარს ზოლიანი და რაღაც ისეთი ჯვარედინი ესეთი რაღაც სხვადასხვა ესეთ ფორმების მაგვარი ტანსაცმელი. ესეც იქნება ძალიან ეფექტური ხა თქვენთვის. ხოლო რაც შეეხება მინერალებს და ქვებს, ონიქსი და კრიზოპრასი. ეს ორი ქვა იქნება მათ შორის თქვენი კარიული წინსვლისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ამ თვის განმავლობაში. გერჩხები ზოდიაქოს რაც შეეხება პირველ რიგში გერჩხებებო მანდილოსნებო შემოგარგებო თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თქვენ ახლა ხართ ზე ეფექტურები, ძალიან მიმზიდველები, ძალიან კრეატიულები, ამიტომ საუკეთესო დროა მათ შორის რომანტიკული ურთიერთობებისთვის, მათ შორის უცხოეთში. საუკეთესო დროა მგზავრობა მოგზაურობისთვის უცხოელებთან ურთიერთობის დასამყარებლად, მათ შორის პარტნიორული შეიძლება სასქესო ურთიერთობად ჩამოყალიბდეს. ერთი სიტყვით ყველანაირად კარგი პერიოდია. ინტუიცია ზემდგრადი, შემოქმედებითი ნიჭი საოცრად კარგი და აი საოცარი შინაგანი სილამაზე, შარმი ძალიან იტაცებს სხვა ადამიანებს და იზდავს თქვენდავი. მაგრამ ეხლა გავითვალისწინოთ, რით გავაზრდოთ ეს თქვენი შარმი. პირველ რიგში პირუზის ქვა. სიყვარულის ქვად არის წოდებული ინდოეთში. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო, ოღონდ ჩემი თხოვნა მიაქცეთ ერთ-ერთ ყურადღება. პირუზს აქ სხვათა შორის რო იცოდე, ანა ერთი უნიკალური თვისება. არ ვიცი, გავს პირუზს, მაგრამ ეს უნდა გეოლოგმა გააკეთოს საბოლოო დასკვნა, რამდენად არის. მომეწე გეოლოგმა რა. ცისფერია ხო? ხო, მაგრამ ცისფერი შეიძლება სხვაც იყოს. არა, ეხლა ერთი რამ მიაქცე ყურადღება. თუ ნამდვილად პირუზია და მან დაიწყო შეცვლა ფერის, ანუ გადადის პირუზფერი და მწვანესკენ, ესე იგი ადამიანის ორგანიზმში არის რაღაც პრობლემა და ექიმთან დროულად. პირუზს აქ ამის უნარი წინასწარ გაფრთხილებს ორგანიზმში არასასურველი ცვლილებების შესახებ. ამას მიაქცევ გურდაგვირდა რა. ხო, არა, ამას უნდა ყურადღება. ეს არ ნიშნავს, ხა შენ გელოდება ეს ამბავი, მაგრამ იყავით ყურადღებით, მე მიმართავ ყველა მანდილოსნებს. პირუზი ამ ხრივ არის წინასწარ ამ ხრივ მეტყველი გარკვეულწილად ჯანმრთელობის კუთხით. ხოლო ფერებს რაც შეეხება, ესეთ ფერები როგორც არის ახლა წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ტონები ძალიან გააძლიერებენ მიზიდულობას და შარფს თქვენსას. ლომი, მოვედით იმპერატორთან ნიშანთან. კარგად ვართ ჩვენ, კარგად. ლომისთვის უპირველეს ყოვლისა ეს ის პერიოდია, როდესაც ერგოტონუსი ცოტა დაბალია, კარიული საკითხები წამოიწევს წინა პლანზე, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, მაგრამ თავარია ლომმა ისწავლოს დიპლომატიური ურთიერთობა, როგორც პარტნიორებთან, ასევე ხელმძღვანელ პირებთან და არ იყოს ზედმეტად ჯიუტი და ხისტი, რომ ამით არ გაიფუჭოს ურთიერთობა. მაშინ ეს თვე იქნება საკმაოდ კარგი და სასიკეთო. ეხლა აღვნიშნოთ, რით შეიძლება მიიზიდოთ. ოპალის ქვა, თუ გსმენიათ ესეთი, ერთ-ერთი საუკეთესო ქვა არის შავი არის. შავი არის და ერთ-ერთი წარმატების მომტანია, სხვათა შორის ოფსიდიანი. იქნება ასევე ძალიან კარგი და ტოფაზის ქვა. ტოფაზის თქვენთვის იქნება ძალიან კარგი და წარმატების მომტანი, მათ შორის ოქროსფერი ტოფაზი. აღვნიშნოთ, ეხლა რაც შეეხება სხვა ფერებს, აქ პირველ რიგში აი თქვენთვის არის ახლა სასწაულად სხვა ფერები. რა? შავი და წითელი. პირველ რიგში ეს ორი ფერი, მერე მოდის ლურჯი და ცისფერი ტონალობა და მწვანესთან გარეული ტონი. აი ეს ფერები არის ახლა თქვენი, რომელიც აძლიერებს თქვენ შარმს და მიზიდულობას. ზოწი გადის მარტისქვეში. ზოწი. აი ეს ფერები. მოითფინე ცოტა ხანი. აი ეს ფერები გამოიყენე. წითელი კავები გადმოვალაგო. და მე შეხედე შენს თავს და შეხედე კრეატიულობას. ეხლა კარგი, გადავიდეთ შემდეგ, ისე რადგან ხა მე ხო ვიცი ხა მალაპარაკებენ, მე ბოლოს დრო არ დამჭირა, თევზები დარჩება, ისევ ხახავს. თევზები დარჩება ამოყრის. ავიტო ვაგზელებ. ქალწული ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება პირველში ქალწულება ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. გინდათ საქმიანი კუთხით, გინდათ პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით, გინდათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის კუთხით, ძალიან კარგია, კრეატიულია, ძლიერი ნიშანია, ფიზიკურადაც კარგად ზნობს თავს, შარმიანია, საოცრად და ეხლა მოდით რა ვქნათ. გამოვიყენოთ კიდე დამატებითი ფაქტორები, ხო, მაგალითად რა? თქვენთვის ეხლა ძალიან კარგია ესეთ ფერები, როგორიც არის მაგალითად ლურჯი ცისფერი, მწვანე, საკმაოდ კარგი, ვერცხლისფერი ან ნაცრისფერი ტონალობა და პასტელის ფერები. ანუ კრემი, ბეჟის ფერი. აი ეს ფერები ძალიან აძლიერებენ მიზიდულობას, თუ ყვითელი მოგწონთ, შეიძლება ყვითლის გამოყენება ასევე შედადაში ამ ტონალობებთან. რაც შეეხება მინერალებს, ქვებს, ახლა თქვენთვის არის ძალიან კარგი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი. ნეფრიტი საერთოდ ჩინელ იმპერატორთა ქვა არის, მოდი ასე თქვა და ბუდას გამოსახულებაც ნეფრიტით არის გაკეთებული უზარმაზად. ბატონო? ო, რა ფერია?
ნეფრიტი? ნეფრიტისფერი. ნეფრიტი არის პრინციპში მწვანე ტონი. on თავისებურია რა, აი თლად მწვანეც არ არის. მწვანესა და ცისფერს შორის. იმასა და იმას შორის რო არის. გამახსენდა. ეხლა მოდი მაგრამ უფრო მწვანეა, მწვანეში გადის. ეხლა რაც შეეხება ესეთ ნიშანს, როგორც არის ქალწული თქვი და სასტორი. სასტორის რა ტენდენციები აქვს მოსაოდნელი. პირველ რიგში ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, თუმცა გამოჩნდებიან პარტნიორები შეიძლება, მეგობრები შეიძლება, მეზობლებიც კი, რომელთანაც ერთობლივი პარტნიორი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, რაღაც იდეები განხორციელდეს, ეს კი მთავარია რა. მანდილოსნებო, თქვენ ხო საოცარი შარმით სილამაზით გამოიხატებით. სასტორი შედის სამეულში ულამაზესი მანდილოსნებისა, მოდი ვთქვათ. ნუ ახლა აქ ბევრი ესე ცნობილი ადამიანი, რომი შნაიდერიდან დაწყებული, ბრიჯიტ ბარდოთი დამთავრებული სულ სასტორები არიან, ამიტომ ულამაზესი მანდილოსნები არიან, შემოკარგებო, მაგრამ გაითვალისწინოთ, რომ ეხლა მთავარი ამბიციები დაიოკოთ, იმიტომ რომ ამბიციების მატებამ შეიძლება კონფლიქტები შექმნას, როგორც სახში, ასევე სამსახურში. სხვა მხრივ პერიოდი ცუდი არ არის და შეგიძლიათ სტაბილურად გაიაროთ, უნდა გაითვალისწინოთ ეხლა რომელი დაუშვათ ფერები არის თქვენ და რომელი მინერალები. ყვითელი და მწვანე ფერის იასპი. აი ეს ორი ქვა არის ძალიან კარგი და მალაქიტი. იასპი სხვათა შორის არის ბიბლიური ქვა. ამიტომ ძალიან ძლიერი ქვა არის თავისი ენერგეტიკით, მოგიზიდავს სასიკეთო ენერგიებს თქვენდამი. ხო, რაც შეეხება ფერებს, აი ესეთ ფერები ტონები, როგორც არის თქვენთვის ამ შემთხვევაში ყავისფერი ტონი, თავისი მთელი პლუს-მინუს გრადაციებით, უფრო ღია და უფრო მუქი და ასე შემდგომ, აუცილებლად კრემისფერი ბეჟი ტონი, პლუს ამას ვერცხლისფერი, ნაცრისფერი ფერები, აი ეს ფერები აზრირებენ თქვენს მიზიდულობას შარფს. შიგა და შიგ ლურჯი ცისფერი, თუ იქნება გამოყენებული, არ იქნება ცუდი. ესეც თქვენს მიზიდულობას გაზრდის და შინაგან და გარეგნულ შარფს. ეხლა მორიელთან მივედით. მორიელებო, საუკეთესო დროა. მანდილოსანი მორიელი ხარ, აგითხრათ, აბა, აი, ყოველთვის შესამჩნევია, ხო, დემიმური, იცით ხო როგორია? და რაზე გავლენა აქვს მას საერთოდ ადამიანებზე, ხო? საერთოდ გზნობდი კავშირს. გზნობდი, კი, ვიცი. ლამაზე მეტად უფრო ჯადოსნურები არიან, არა? დაიკვებთ აგ გზნობავთ თავისთავად, ხო? ხო, მაგრამ მოდი ახლა ესე ვთქვათ, რომ რასუქულია ძალიან კრეატიულია, ძალიან ეფექტური. ახლა ენერგოტონუსი აქვს არნახულად მაღალი, მიმზიდველობა საოცარი, წარმატების ფაქტორი, გინდათ პირადული ურთიერთობების კუთხით, გინდათ შემოქმედებითი კუთხით, გინდათ საქმიანი კუთხით, მორიელს ახლა აქ არნახულად მაღალი. ამიტომ ახლა თქვენი გაჩერების უფლება არა გაქვთ. უნდა იმოძრაოთ, სულ უნდა იყოთ საზოგადოებაში, იმიტომ რომ აი თქვენი აქ ძალიან დიდი წარმატების საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვედრის ტენდენცია არის ძალიან მაღალი. და ეს პერიოდი არ დაკარგოთ ამ კუთხით, მაგრამ ეხლა დამატებითი ფაქტორები, ხო? აი მაგალითად თქვენთვის ახლა ძალიან კარგი იქნება ისეთ მინერალებთან, ქვებთან ურთიერთობა, როგორც არის ბრილიანტი, მთისბროლი, ქარვა, სერდოლიკი და სარდიონი. ეს ქვები საოცრად გააზრებენ, შენ გინდოდა ბრილიანტიდან 4 კარატიანი, კი ბატონო, აი ზუსტად ეგ დროა. შემოხტარი. მაგრამ ფერებიდან წითელი, ყვითელი, შავი, კარგი ტონებია, პლუს არას მოდის მწვანეც, მოდის ლურჯი და ცისფერი. აი ეს ფერები იქნება ყველაზე კარგი თქვენთვის, თუმცა შიგა და შიგ თუ მოგწონს ნარინჯისფერი, აი ნარინჯისფერიც ძალიან გაუძლიერებს მათ შარფს. მით უმეტეს თუ აი რაღაც პიჯაკი, ან რაღაც ამდაგვარი ნარინჯის სარტყელისკენ ვიხრები მე. შენ ნუ გეშენია მაგის. ოღონდ შემთხვევაში ფერები და რომელიც გინდა ის გავერთობიან ბრილიანტის ფლები და ვიხრები. რა ჯობია მაგას კაცო, ბრილიანტი სასწაული ქვა არის, მინერალი. თან ერთ-ერთი უძლიერესი მეფეთა ქვა წოდება, ხო? ეხლა კარგი, რაც შეეხება ეხლა შვილოსნისთვის ძალიან ესეთი პერიოდია, მთავარი არის რა, რომ არ იყოს ზედმეტად სუსტრაფი, ზედმეტად, მოდი ეს ვთქვა, დიქტატორული და ეგოისტური. აი ეს თვისებები თუ არ იქნება გამოვლენილი თქვენში, პერიოდი გექნებათ საკმაოდ კარგი. მით უმეტეს 20 რიცხვის მერე კიდევ უფრო უკეთესი. ამიტომ მოდი ასეც ვთქვათ, რომ რა გააძლიერებს ამ პერიოდში ამას, თქვენთვის საუკეთესო ფერები იქნება აქ მწვანე და ფირუზისფერი ტონები, აი ესეთ ფერები, ლურჯი ცისფერი ტონი, სხვათა შორის თეთრი, რაც მეტად გამოიყენებთ თეთრს, გააძლიერებს თქვენს მიზიდულობას და შარმს. ამიტომ ამ კუთხითაც ეს ფერები წამოწიოთ წინაპანზე, მაგრამ მთავარი თქვენი ახლა ქვა წარმატების მომტანი არის ზურმუხტი. ამიტომ ზურმუხტთან გქონდეთ ურთიერთობა, მართალია ძალიან ძვირი სიამონებაა, მაგრამ და ულამაზესია, მაგრამ სასწაულად კარგი ენერგიების მომტანი ამ პერიოდში.
გაითვალისწინეთ. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ეხლა არის მანდილოსნებო თხის ქებო თქვენი დრო. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. არა მარტო იმ კუთხით, რომ შეიძლება პირადი ურთიერთობა გაუმჯობესოთ, ახალ რომანტიკულ ურთიერთობებში აღმოჩნდეთ, არამედ ფინანსური კუთხით გაუმჯობესოთ თქვენი შესაძლებლობები და კარიერულად წაეწიოთ წინ. და რაც თავარია, შინაგანი შარმე მიზიდულობა გაქვს საკმაოდ ძლიერი. რაც იზიდავს ასევე საწინაო სქესის პარტნიორებს. დაუმატოთ ამას ისიც, რომ თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ საკუთარი შესაძლებლობები ისეთი ფერებით, როგორიც არის მაგალითად ნაცრისფერ ვერცხლისფერი ტონები, ასევე პასტელის ფერები, კრემისფერი, ბეჟი ტონი და ასევე გაითვალისწინოთ, რომ ნაცრისფერი და შავი ტონების შეხამება. აი ესეც იქნება ძალიან ეფექტური თქვენთვის. ეს ნიშნავს, რომ σας უყურს კონსერვატიული სტილი ჩაცმულობისა და ეს ფერები ამ შემთხვევაში დაამშვენებს. მოდი ავშოთ ისიც, რომ მწვანე ფერის ტონის გამოყენებაც არ იქნება ცუდი. და ეხლა ისიც მოდით ავნიშნოთ, რომ რა მაგალითად შეიძლება გამოიყენოთ აქ მთავარი მინერალი, რომელია თქვენთვის თოფაზი. მათ მერე შეგიძლიათ ასევე აკვამარინის და საფირონის სასწაულად ლამაზი ქვის გამოყენება. აი მათი ენერგიები ასევე მოიზიდავენ თქვენ და მე სასიკეთო შესაძლებლობებს. და ჩვენ გადავედით მერწყულზე. მერწყული ეს არის ჰაერისტიკის ნიშანი, რომელშიც ახლა საინტერესო პერიოდია იმ კუთხით, რომ აქ შეიძლება მაგალითად თქვენი ადრეული საქმეები და ახლა მატერიალური დივიდენდები მიიღოთ. გაიცნოთ ის ადამიანები, რომელთაც ერთად პარტნიორული თანამშრომლობა ფინანსურ შემოსავალს შემოიტანს, აქ უფრო მეტად მატულობს თქვენში ერთგული პარტნიორის პოვნის შესაძლებლობა, როგორც სასკარულ ასე საქმიანი კუთხით. ამიტომ პერიოდი ზოგადად კარგია, გაძლევთ საშუალებას, რომ წარმატებული იყოთ, ოღონდ ჩემი თხოვნა, ძვირად ღირებულ საყიდლებს თავი დავანებოთ 20 რიცხვამდე. თუ მაინდა-მაინც 20-ის მერე, 20-მდე არა. ზედმეტ თანხას ახლა ნუ დავხარჯოთ ეს ძვირად ღირებულ ამისთვის პერიოდი არ არის, მაგრამ სხვა ერთადერთი მორიელთან საჩუქრად თუ მიგაქვს ბრილიანტი დაგაზე არ დაინახოთ. 4 კარატიანი. არანაკლები. ხო, გავიგე. აი იყოს 3-აზეც. 3-ზე სტადახმა უკვე ჩამოხვედი, ხო? ჩამოვედი რა ვქნა. არის შევაჭრობა არა? არა, შენ საქმეს იბღერა. და ბრილიანტის თვლა. ეხლა ჩემო კარგებო, მოდი ახლა აღვნიშნოთ, რომ რა შესაძლებლობები გვაქვს კიდე სხვა კუთხით გაზლიერებისა, მიზიდულობის, შარმისა და წარმატების ენერგიისა. პირველ რიგში მერწყულებო, გავეთვალისწინოთ, რომ თქვენთვის კარგი ქვა არის, ყველაზე კარგი აკატი. რომელიც მოიტანთ აკატი არის ძალიან მრავალფეროვანი. შავიდან თეთრამდე და ამიტომ ყველა ტონები თუ რამე არსებობს, ყველაფერი არის აკატში. მწვანეც არის, ლურჯიც არის, ყველანაირი აკატია. ამიტომ აკატი არის ერთგულების და სტაბილურობის ქვა. ის მოგიტანთ ამ პერიოდში სწორედ იმ შინაგან სტაბილურობას, რომელიც ახლა თქვენთვის აუცილებელია. ხოლო ფერებიდან აი ესე ტონები, როგორც არის მაგალითად ყავისფერი, პასტელის ტონები, მწვანე, სხვა შორის ლურჯი ფერი ტონი გააძლიერებს ასევე თქვენს ტანსაცმელში საოცრად მიზიდულობას და შარფს. თუმცა ნეონის ფერებიც შიგადაშეგ თუ გამოიყენებთ, არ ექნება ცუდი. და ბოლოს დაგვრჩა თევზების ზოდიაქო, რომელიც ახლა ვასწრებთ თევზებს. ყველაზე წარმატებულია თევზები, ყველაზე შარმიანები ხართ, ყველაზე მიმზიდველი, კრეატიული, ახლა თქვენი დროა. 4 პლანეტა თქვენ ზოდიაქოს ნიშანს გადის, მithumetas ახლა ამ დღეებში გადავა ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, რომელიც მოგიტანს სიყვარულს, მოგიტანს ფინანსურ შესაძლებლობებს, შემოქმედებითი თქვენი ნიჭის უნარის ახლებურად, კრეატიულად გამოვლენის შესაძლებლობას. ამიტომ გინდა გზავრობა მოგზაურობის, გინდა საქმიანობის კუთხით, გინდა პირადი ურთიერთობების კუთხით, ერთ-ერთი წლის განმავლობაში საუკეთესო და იღბლიანი პერიოდი გაქვთ, რომ გამოიყენეთ მაქსიმალურად უნდა თქვენ ყველაზე წარმატებული ხართ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ამ მანდილოსაც აქ ყველაფერი, ქორეოგრაფიული მონაცემები, პოეტური ნიჭი, სასწაული ინტუიცია, ზემგრძნობიარენი არიან და ძალიან ისეთი ემოციურები, რაც საოცრად იზიდავს ადამიანებს მადამი და ყველაზე ადამიანური ნიშანი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ შესაძლებლობები გაქვთ არნახული, ოღონდ დავუმატოთ რაღაც კრეატივები, მაგალითად რა, ლალის ქვა. ძალიან ეფექტური იქნება თქვენთვის წითელი იასპის ქვა, ულამაზესი ქვა, რომელიც სხვა შორის გააძლიერებს თქვენში ლიდერულ და კარგ ორგანიზატორულ მონაცემებს. ეს ქვები წამოწიოთ წინა პლანზე გამოიყენოთ და შეგვიძლია ასევე გამოიყენოთ ესეთი დავუშვათ ქვა, როგორც არის თქვენთვის იგივე თუნდაც ბრილიანტი. თქვენთვისაც ამ პერიოდში ბრილიანტი იქნება ძალიან კარგი და წარმატების მომტანი, მაგრამ ფერებს რაც შეეხება უნდა გააძლიეროთ თქვენ ლიდერული მონაცემები, რადგან პერიოდი კარგია, აქტიური ხართ, ენერგიული და სამყარო ითხოვს თქვენგან ყურადღების ცენტრში ყოფნას და კრეატიულობის გაძლიერებას, ესე იგი რა? წითელი ფერი, რომელიც გააძლიერებს თქვენში ლიდერულ ორგანიზატორულ მონაცემებს, პლუს ამას დავუმატოთ ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ცისფერი და თქვენი საყვარელი მწვანე ფერი.
აი ეს ფერები ერთობლივად, გინდა ცალსადე, გინდა ერთობლივად კომბინაციაში გააძლიერებენ თქვენ შარფს, ბიზიდულობას და წარმატების შანსებს. ამიტომ ესეთია 12 ზოდიაქოს ნიშნის მარტი, მანდილოსნებისთვის, შემოკარგებო იყავით ბედნიერები, იყავით ჯანმრთელები, მე ყოველივე კარგს გისურვებ, წარმატებებს მარტის თვეში. შესანიშნავი პროგნოზია. ყველაზე მეტად მომეწონა რომ აუცილებლად ხელდამშვენებულები უნდა მოვიდნენ ჩემთან, ბრილიანტებით სასურველია. ეს ქვები სამკარატიანზე ან სამი თითო კარატიანი ბრილიანტით შეიძლება, სამ ნაწილად შეიძლება.